სად და როგორ ხედავთ საქართველოს ადგილს ახალ მსოფლიოში და კვლავ რჩება თუ არა ნატოში და თუნდაც იგივე ევროკავშირში გაწევრიანება უსაფრთხოების მთავარ გარანტად? სანდრო, მოდი თქვენგან დავიწყოთ. პირველ რიგში არ დავეთანხმები თქვენ თეზის, რომ სოფლიო წესრიგი იცვლება, რაღაც განსაკუთრებული სულ იცვლება. არანაირი წესრიგი არ იყო, რომელიც რაღაც 10 წელი არსებობდა და ეხლა შეიცვალა. ტრამპის მოსვლის შემდეგ ეს დემოკრატიის ამბავია, როცა შეგაც ასე ფიქრობთ, რომ არ იცვლება არსებითად. სულ იცვლება სამყარო. 10 წლის წინ არც უკრაინის ომი იყო, არც ეხლა რაც ხდება ირანში, არც კოვიდი ვიცოდით რა იყო და ამაზე მოგვიანებით ვრცლად მოკლედ რომ არის მნიშვნელოვანი, იმიტომ რომ ხალხს გუჩნდება გასწრა რომ რაღაც განსაკუთრებული ხდება, რომ ჩვენგან განსაკუთრებულ რაღაცას ითხოვს. არა და რა ვიცი, ერაყი და ირანი ერთმანეთთან ომში იყო მრავალი წელი, ერთ მხარეს იყო ირაყს უჭერდა მხარს საბჭოთა კავშირი და ამერიკის შეერთებული შტატები და ირანის მხარეს იყო ისრაელი და ჩინეთი. ეს დღევანდელი განსხვავება ხო სრულიად ფანტასმაგორად გამოიყურება, მაგრამ მაშინაც წესრიგი იცვლებოდა და სულ იცვლება, მაგრამ საბოლოო ჯამში რომ შეხედოთ, არის ცივილიზაციის ნაწილი. აი რასაც თქვენ დაუძახეთ დასავლეთი, ეს დასავლეთი არის გეოგრაფია, ეს არის გერმანია და ამერიკა, ეს არის დასავლურ ცივილიზაციაში ავსტრალიაც შედის და ბევრი ყველა ფაქტორიულად განვითარებული ცივილიზებული ქვეყნები. და არიან დესპოტიები, აღმოსავლეთ დესპოტიები, ჩინეთი, რუსეთი, სადაც ადამიანს ფასი არ აქვს, სადაც ადამიანს ანადგურებენ, გენოციდს უწყობენ ერებს და ასე შემდეგ და საბოლოო ჯამში კითხვა რა არჩევანი უნდა გავაკეთოთ, ძალიან მარტივია. ჩვენ გვინდა ვიყოთ ცივილიზებული, განვითარებული, სადაც ერთ ადამიანის უფლებები დაცულია. გასაგებია, თუმცა ამ კონკრეტულ შემთხვევაში მე არ გეკითხებით რა არჩევანი უნდა გავაკეთოთ. ამასთან დაკავშირებითაც აუცილებლად გითხავთ, რომ რა არჩევანი უნდა გააკეთოს ამ შემთხვევაში უკვე საქართველოს. მანამდე მაინტერესებს ნატოში და ევროკავშირში. გაწევრიანება არის თუ არა უსაფრთხოების მთავარი გარანტია. ისევ ასე ხედვა გაქვთ თუ არა გირჩში. ცხადია, რომ ნატოში გაწევრიანება ბევრად უფრო მაღალი უსაფრთხოების სტანდარტს აწესებს, ვიდრე ნატოში არ გაწევრიანება. ბოლოს და ბოლოს ჩვენ არ ვიცით არც ერთი შემთხვევა, რომ ნატოს წევრ ქვეყანას რამე დაიმუქრა და ვიღაცა ომი გამოუცხადა და ამ შემდეგ. და ეს არის უსაფრთხოების ყველაზე მაღალი სტანდარტი. როცა ხედავთ, რომ უამრავი ომის ხდება. ცხადია, რომ ჩვენ ყველანაირ უნდა ვეცადოთ, რომ დასავლური ოჯახის წევრი ვიყოთ და თუ გავხდებით, დაცულების ვიქნებით და განვითარებულების და თუ ნატოზე უკეთეს მოიგონებენ დასავლელი პარტნიორები, კიდევ უკეთესი უნდა ვცადოთ მაქსიმალურად წამოვიღოთ ის სიკეთე, რაც დასავლეთს აქვს. კი ბატონო.